გამარჯობა მეგობრებო, დღეს 10-დან 1 ადამიანს აჩუქებს კუჭის მჟავიანობის პრობლემა. გაზის პრობლემა, ანუ შებირელობა და ეს გარეთ რომ მოდის, განსაკუთრებით ძილის დროს, თელი ღამე გარეთ მოდის, საშინელი ქველება და პირში არის საშინელი მჟავე გემო. ამ ვიდეოს ბოლოს გეტყვი ეგეთი სასმელები, რომელიც წამლის გარეშე, რა თქმა უნდა, ასწორებს ზედმეტი კუჭის მჟავიანობა. მაგრამ რატო ხდება ესე ადამიანის, ანუ კუჭის მჟავიანობის პრობლემა? ჩვენ გვაქვს საკლაპავი მილის ქვედა მხარე, სპენსერი ქვია მაგას, ეგეთი კუნთია, ანუ გზა არის, რომელში ჩვენ საწმელი ჭამს, საწმელი მიდის ქვევით. მერე ეს იყედება. საწმელი ჭამის მერე ეს უნდა დაიკეტო, მაგრამ შემთხვევა რომელში ეს არ იყეტება, მერე ტანჯავს ადამიანი საწმელი გარეთ მოდის, იმიტომ კუჭში როცა საწმელი არ გადამუშავდება, ეს უკან ბრუნდება და გაძლევს საშინელი ტკივილი, დისკომფორტი და მჟავიანობა ყელში. ჯოგი ადამიანს აჩუქებს გაზიანობა, შებირელობა საწმელის ჭამის მერე, ერთი კლუპი წყალი რო დალიო, ერთი ლუკმა პური რო ჭამო, ან საწმელი რო ჭამო, შებირელობა, აბოკინება, ზუსტად იგივე პრობლემაა იმ ადამიანს, კუჭის მჟავიანობის პრობლემა. პირველი არის ეგეთი ადამიანი, რომელიც ეწევა, მეორე ტიპის ადამიანი, რომელიც სვამს, ანუ ალკოჰოლის მიგება, მესამე რომელი ადამიანი არის წონაზე მომატებული, ანუ ჭარბი წონა. სამივე შემთხვევაში შეიძლება დაემატო ეს კუჭის მჟავის პრობლემა. უпростоრად აი ეს მილი რო არის, ანუ ეს გზა, რომელიც უნდა დაიკეტო, ეს შეიძლება არ დაიკეტო, იმიტომ აძლევს სტრესი იმ კუნთს, როცა თქვენ ეწევი, ან სვამს, იმიტომ დალევის შემდეგ ეს ზედმეტად ისვენებს, მაგრამ თქვენ რო ეს ალკოჰოლი რო გავა ორგანიზმიდან, ეს უკვე მოჭიმული იქნება და არ დაიკეტება. მესამე შემთხვევა, როცა ჭარბი წონაა. ჭარბი წონა არა მარტო ამ გზას, სხვადასხვა, ანუ გულის დავადება, გვიძლის დავადებასაც ხოდა თუ გააქვს ეს სამივე შემთხვევა, ალკოჰოლის მოწევა და ჭარბი წონა, ჯერ იმუშავე ამ სამი პრობლემაში. ნელ-ნელა შეიძლება ეს მჟავიანობის პრობლემა და ქვედა ეს კუნთის პრობლემა თვითონ გასწორდეს. მეორე შემთხვევა ეს არის მეგობრებო, თქვენ თუ იგებთ ხივილის გამაკუჩებელი. მეორე, ან თქვენ თუ იგებთ წნევის წამალი. მესამე, ან თუ თქვენ იგებთ სიცხლის გამათხელებელი წამალი. იმ წამალის გამოცაც შეიძლება ეს პრობლემა მოვიდე. იმიტომ რომელი ექიმმა დაგინიშნა, იმას უნდა უთხრა, აი ეს წამალი მომიყვანა ეს პრობლემა. იმან უნდა სიამცირო მაგისი დოზები იმის მიხედვით, რომ თქვენ რა პრობლემა გააქვთ, ან როდიდან თქვენ სვამს ეს წამლები. იმიტომ სისხლის გამათხელებელის ალტერნატივაც არსებობს ბუნებაში და ქოლესტერინის დამწევის ალტერნატივაც არსებობს სხვადასხვა წამლის ბუნებრივი ალტერნატივა. ოღონ ვინც დაგინიშნა, იმანვე უნდა მოხსნა, ეხლა მე არ გეტყვი, რომ პირდაპირ მოდი 10 წელია სვამს გამათხელებელი, გადააგდე და რაღაცა სხვა ალტერნატივა. მაგრამ მე აგიქცენი, რომ იმ წამლის გამო შეიძლება იყოს თქვენ ეს კუჭის მჟავიანობის გარეთ მოსulis პრობლემა. მესამე შემთხვევა არის ადამიანი ეგეთი, რომელიც მარტო გამე აჩუქებს ეს პრობლემა. იმიტომ გრავიტაცია თავის საქმეს აკეთებს. თქვენ რო დაწოლილი ხარ, ეს რო არ იკეტება, მოდის გარეთ. მაგი გამოსავალი რა არის? ზოგი ადამიანი მაგალი ბალისზე ძინავს. ეს გამოსავალი არ არის, იმიტომ ეს კეტავს აქედან. თქვენ უნდა აწიო თლიანი საწოლის ქვედა მხარეს, ანუ ზედა მხარეს, სადაც თავის მხარეს არის, რაღაცა უნდა დადო. რამოდენიმე სენტიმეტრით უნდა იყო მაგალი თავის მხარე. თქვენ რა შეგიძლია დადოთ? აი ეგეთი პატარა აგური, ან ეგეთი პატარა ნებისმიერი რაღაცა, რომელიც შეიძლება ეს სარეცხის მანქანა რო არ იკანკალოთ, რაღაცა ეგეთი რაღაცა იყიდება, ეს დადე და თქვენი თავის მხარე იქნება აწეული და გარეთ ღამე არ მოვა ეს სიმჟავე და თქვენ შეგიძლია კარგად დაიძინო თელი ღამე.
ცადე რომ 3 საათი ძილის წინ არაფერი არ აჭამო, არაფერი არ დალიო. კუჭი როდესაც არიელი იქნება, გადამუშავებული იქნება თქვენ მომენტში, ანუ თქვენ მოძრაობაში რო იქნები, ძილში გადამუშავება რო არ ხდება, ეს სიმჟავიანობა გარეთ არს მოვა. ყოველთვის ცადე, პიტნა, შოკოლადი, ყავა, ჩაი და პომიდორი. ეს უმატებს მჟავიანობას. ცადე რომ ეს საჭმელი მოარიდო. პომიდორის ჭამის მერე უფრო დისკომფორტი იქნება, ყავის მერე უფრო დისკომფორტი იქნება, იმიტომ ეს ცნობილია ყველაზე მეტი, რომ უმატებს მჟავიანობას. ეხლა სასმელები, ჩაი, რომელიც დაგეხმარება მაგისი დაწყნარებაში, თუ უკვე გააქვს. პირველი არის კამის თესლის ჩაი. 1 კოზი კამის თესლი, fennel seed ქვია, აი ეგ გამოიყურება. 1 კოზი აადუგე წყალში 2 ან 3 თუთი, კარგად რომ გამოვიდე თავისი წვენი, გააწურეთ და თბილი საჭმელი ჭამის 15-20 თუთის მერე გლობ დალიე. დაგაწყნარებს იმ სიტუაციას თუ გამოდის ეს გარეთ. მეორენარად შეგიძლია გაკეთება ადუგებული წყალი, ცოტა დააჭყლითე, 1 კოზი დააჭყლითე, ეს fennel seed, კამის თესლი, 1 ჭიქაში, ზევიდან დაასკი 1 ჭიქა წყალი, 200 მგ წყალი, დააფარე 10 თუთი და თბილი დალიე. ძალიან საუკეთესო საშუალებაა, როცა მჟავიანობა მეტი გაქვს. მეორე არის რეჰანის ჩაი. რეჰანის რამოდენიმე ფორთოლი, სოცხალი რეჰანის რამოდენიმე ფორთოლი, იგივენაირად როგორც fennel თესლი, ანუ კამის თესლი აადუგე, ზუსტად იგივენაირად აადუგე, თუ არა გაქვს კამის თესლი, მაშინ რეჰანის თესლი, სოცხალი აადუგე, 4-5 ფორთოლი აადუგე, რომ გავა თავისი წვენი, იგივენაირად გააწურე, დალიე, მაგრად დაგეხმარება. ბოლოს არის ჯინჯერის ჩაი, როგორ ეს ყველას არ უხდება, ზოგს არ უყვარს მაგის გემო, ზოგს პირიქით მუშაობს, მაგრამ საშუალება არის ძალიან კარგი. დაჭერით რამოდენიმე 1 ნათექიდან პატარა დაჭერით ჯინჯერი, აადუგე წყალში და ძალიან არომატული და გემრიელი ჩაი საჭმელის ჭამის მერე, რომ ეს მჟავიანობა იყო დაწყნარებული. იმედია მოგეწონება ინფორმაცია, როგორ შეიძლება დააწყნარო წამლების გარეშე ზედმეტი კუჭის მჟავიანობა. გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი, კარგად და ძამთელად.